ორგანიზაცია ფერეიდნიდან საქართველომდე ინფორმაციით ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ სავარაუდოდ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული. მათივე ცნობით ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია ქალი, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი შვილიშვილი ეჭირა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული ცნობა არ არის. ფერეიდნიდან საქართველომდეს განცხადებით, ეს მონაცემები არ არის ზუსტი და სრული, იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. ღრმა მწუხარებითა და შეშფოთებით გაცნობებთ, რომ ირანში ინტერნეტის, ტელეფონისა და კავშირგაბმულობის სრული ბლოკადის პირობებში ბოლო დაპირისპირებების შესახებ მოპოვებული მწირი ინფორმაციით ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული. მოკლულთა შორის არის უკიდურესად შემაძრწუნებელი და ტრაგიკული შემთხვევა. პირდაპირ ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი გოგონა ეჭირა. ეს სისასტიკი არა მხოლოდ უზომოდ ტკივილს, არამედ უდიდეს აღშფოთებასა და რისხვას იწვევს ამ აშკარა დანაშაულის მიმართ. ხაზგასასმელია, რომ ეს მონაცემები არ არის ზუსტი და სრული, იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. არსებული ვითარებისა და გაწყვეტილი კომუნიკაციების გათვალისწინებით მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია. ამ დროისთვის არანაირი სარწმუნო ინფორმაცია არ მოგვეპოვება თავად ფერეიდნისა და სხვა ქალაქების, მათ შორის თეირანის მდგომარეობის შესახებ, რაც ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აორმაგებს.